მოგესალმებით მესტიიდან 2026 წლის 25 ივნისია. რამოდენიმე დღის წინ მედიაში კვლავ განახლდა საუბრები მესტიის რაიონში ელექტროენერგიის ხარჯვასთან დაკავშირებით. სანამ დეტალებზე დავიწყებდე საუბარს, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, დააფოლოოთ ეს აკაუნტი, გასვათ მოწონებები, ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს მეტი წვდომა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. და ახლა ამ საუბართან დაკავშირებით მინდა მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად გადააზიაროთ, რომ უფრო რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს, მათ შორის მესტიის რაიონის საზღვრებს გარეთ, მესტიის რაიონის ფარგლებს გარეთ, რადგანაც მე მიჩნდება შთაბეჭდება, რომ არის ცდელობა გარკვეული მხრიდან, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება საქართველოს მასშტაბით იმ მიმართულებით, რომ თითქოს და მესტიის რაიონში ადგილი აქვს ელექტროენერგიის კოლოსალური რაოდენობით ხარჯვას და როგორც ვთქვი 10ჯერ და 13ჯერ უფრო მეტ ხარჯვაზე ლაპარაკობენ ხოლმე ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოს სხვა რაიონებთან შედარებით. ახლა მე მინდა დეტალებში გელაპარაკოთ, რომ ეს არის არაზუსტი ინფორმაცია და ეს არის რეალობას მოკლებული. ახლა მე მინდა მოგიყვანოთ მაგალითები. 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, იმათ გარდა ტერიტორიაზე, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გარდა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2025 წელს საქართველოში მოხმარებული იქნა დაახლოებით 12 მილიარდ 400 მილიონი კილოვატი ელექტროენერგია. 12 მილიარდ 400 მილიონი დაახლოებით. ხოლო საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობა არის დაახლოებით 3.8 რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს წლის განმავლობაში ერთ სულზე მოხმარებული იქნა დაახლოებით 3250 კილოვატი ელექტროენერგია, 3 მეგავატი და 250 კილოვატი დაახლოებით ერთ სულზე საქართველოს მასშტაბით. ახლა გადავიდეთ მესტიის რაიონის მონაცემებზე. რა მოხდა მესტიის რაიონში? მესტიის რაიონში იმავე 2025 წელს მოხმარებული იქნა დაახლოებით 133 მილიონი კილოვატი ელექტროენერგია. ხოლო მესტიის რაიონის მოსახლეობა დაახლოებით 12000-ია. ერთ სულზე გადაანგარიშებით 2025 წელს მესტიის რაიონში მოხმარებული იქნა დაახლოებით 11000 კილოვატი ელექტროენერგია, დაახლოებით 11 მეგავატი. დაახლოებით 3.7 დაახლოებით ამხელათი მეტი ვიდრე საშუალოდ საქართველოს მასშტაბით. პირველი არანაირი 10ჯერ, არანაირი 13ჯერ და არანაირი 5ჯერ მეტი. ის რომ ლაპარაკი 10ჯერ მეტ მოხმარებაზე და 13ჯერ მეტ მოხმარებაზე, ეს არის აბსურდი, არასწორი ინფორმაცია. ახლა კიდევ უფრო დეტალურად განხილვაზე გადავიდეთ. 4ჯერ მეტიც არ გამოდის ერთ სულზე, რომ დავაკონკრეტოთ ახლა ჯერჯერობით, სადაც ახლა რაზეც ახლა ვსაუბრობთ ერთ სულ მოსახლეზე. საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა საქართველოს ტერიტორია, რომელიც არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, მისი ფართობი შეადგენს დაახლოებით 47000 კვადრატულ კილომეტრს. ხოლო მოსახლეობა, როგორც ვთქვით, 3.8 მილიონი. ხოლო მესტიის რაიონის ტერიტორია შეადგენს დაახლოებით 3000 კვადრატულ კილომეტრს. ხოლო მოსახლეობა, როგორც ვთქვით, 12000 ადამიანი დაახლოებით. საქართველოს მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტერიტორია, ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა, დაახლოებით 19ჯერ დიდია მესტიის რაიონის ტერიტორიაზე. ხოლო მოსახლეობა დაახლოებით 300ჯერ მეტი ცხოვრობს. 300-ზე მეტად კიდე. რაც იმას ნიშნავს, რომ
რაც იმას ნიშნავს, რომ 1 კვადრატულ კილომეტრზე სიმჭიდროვე 15-ზე და ჯერ და კიდევ უფრო დიდია საქართველოში საშუალოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ვიდრე მესტიის რაიონში. დაახლოებით 15-16 ჯერ უფრო დიდი სიმჭიდროვეა. ახლა ეს რას ნიშნავს? რაც უფრო დაბალი სიმჭიდროვეა, მით მეტია ეგრეთ წოდებული ქსელური დანაკარგები ელექტროენერგიისა. ანუ ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება ელექტროსადენებში და ტრანსფორმატორებში. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მესტიის რაიონში რა ელექტროენერგიას იხარჯება, ამის მნიშვნელოვანი წილი, ამის გარკვეული რაოდენობა დაიკარგა გზაში. ანუ ქსელური დანაკარგები. ლაპარაკი არის, რომ მესტიის რაიონში არის ქსელური დანაკარგები დაახლოებით 15%, ხოლო საქართველოში საშუალოდ დაახლოებით 7%. გარდა ამისა, ის რომ გამომდინარე იქიდან, რომ მესტიის რაიონში მოსახლეობისათვის ელექტროდენი უფასოა და აქედან გამომდინარე ნაკლები ყურადღება არის აქ ელექტროინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა რაიონებთან შედარებით. მესტიის რაიონში ძალიან ხშირად და მათ შორის ზამთარში ხშირად არის, რომ ელექტროენერგიის ხარისხი უფრო დაბალია და დაბალი ძაბო არის. და რაც გარკვეულწილად ელექტროენერგიის მარგი ქმედების კოეფიციენტის შემცირებას იწვევს. ანუ ეს ფაქტორები, ქსელური დანაკარგები და მარგი ქმედების კოეფიციენტის შემცირება, რომ გავითვალისწინოთ, 11,000 კილოვატი ანგარიშეთ ერთ სულზე დანახარჯი მესტიის რაიონში 2025 წელს დაახლოებით 10,000-მდე ჩამოდის. ანუ დაახლოებით უკვე ჩამოვედით საქართველოს საშუალო მონაცემებთან შედარებით 3-ჯერ მეტი გამოდის. 3-ჯერ მეტი. ანუ ის რომ ლაპარაკი რო არის, რომ მესტიის რაიონი 10-13 ჯერ უფრო 10 ჯერ უფრო მეტს ხარჯავსო ვიდრე სხვა რეგიონებიო, ანუ ჩამოვედით 3 ჯერზე, ანუ ჯერჯერობით 3 ჯერ მეტზე გვაქვს ახლა ლაპარაკი. ახლა შეხედეთ. არ მithქვია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მესტიის რაიონში არ არის ბუნებრივი აირის სისტემა შემოყვანილი. ხოლო საქართველოს აბსოლუტურ უმრავლეს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ბუნებრივ აირის ქსელზე წვდომა აქვს. რაც აი თეატრში რო შევხედოთ რუკაზე, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას გააჩნია წვდომა ბუნებრივ აირზე. რას ნიშნავს ეს? ახლა ხო გამოგვივიდათ ჩვენ, რომ დაახლოებით 3-ჯერ მეტი დანახარჯი გამოუვიდა მესტიის რაიონს ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიისა 2025 წელს საქართველოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ანუ ლაპარაკია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ბუნებრივი აირის ფაქტორი დაახლოებით 2-ჯერ ამცირებს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მოხმარებას, თუ მეტჯერ არა.